თურქეთის სათხილამურო კურორტ კარტალკაიაზე ბოლოს მთებში მდებარე სასტუმრო გრანდ კარტალში გაჩენილმა ხანძარმა 78 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შედეგად თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით 22 იანვარი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ დროისთვის 45 გარდაცვლილის ცხედარი ოჯახებს გადაეცათ, ხოლო დანარჩენების იდენტიფიცირებისთვის დნმ-ის ტესტები ტარდება. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ქემალ მემისოღლუ აცხადებს, რომ დაშავებული 51 ადამიანიდან ერთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება, 17 კი გაწერეს. ხანძრის გაჩენის მომენტში 12 სართულიან სასტუმროში 238 სტუმარი იყო რეგისტრირებული. მათ შორის გადარჩენილები კი აცხადებენ, რომ ინციდენტის დროს ხანძრსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია არ ჩართულა კვამლიცავზე დერეფნებში, სრულ სიბნელეში გავლა მოუწიათ. ისინი იმ პანიკურ ეპიზოდებს იხსენებენ, როდესაც სხვა გამოსავალის არ ქონის გამო ფანჯრებიდან გადახტომა მოუწიათ. კადრებში ცალსახად ჩანს, რომ სასტუმროს ფანჯრებიდან თეთრეულია გადმოკიდებული, რომელსაც ისინი ცეცხლმოკიდებული შენობიდან გასაქცევად იყენებდნენ. მომხდარმა საზოგადოების მხრიდან თურქეთის მთავრობის მისამართით მკაცრი კრიტიკა გამოიწვია, რადგან მოწმეები და დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ სასტუმროს ხანძრსაწინააღმდეგო სისტემა გამართულად ვერ მუშაობდა. ამის პარალელურად თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით 6-მა პროკურორმა ცეცხლის გაჩენის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამ დროისთვის 9 ადამიანია დაკავებული, მათ შორის სასტუმროს მფლობელი, რომელსაც სასტუმროში უსაფრთხოების ზომების გაუმართავობას ედავებიან. თავის მხრივ თურქეთის ტურიზმის მინისტრი აცხადებს, რომ სასტუმრო ბოლოს 2024 წელს შემოწმდა და კატასტროფამდე მის სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არანაირი ხარვეზი არ ყოფილა. რეალურად ჯერ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ცნობილი არაა, თუმცა ბოლოს გუბერნატორი აცხადებს, რომ ცეცხლი თავდაპირველად სასტუმროს მეოთხე სართულის რესტორნის განყოფილებაში გაჩნდა, შემდეგ კი ზემოთ სართულებზე გავრცელდა. სახანძრო მანქანები ბოლოში კარტალკაიას ცენტრიდან გაიგზავნა. გუბერნატორი კი ამბობს, რომ უამინდობის და ყინვის პირობებში გადაადგილებას იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება ხოლმე და ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურის 267 თანამშრომელი იყო გაგზავნილი. ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა ამ ეტაპზე რეგიონის მთავარი გამოწვევა დაზარალებულებისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა, ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიება და გარდაცვლილებზე პასუხისმგებელი პირების დასჯა.